მოგესალმებით, მინდა მოვიკითხო აუცილებლად უცხოეთში მყოფი ქართველი, ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო და პატიმრები მინდა მოვიკითხო და ის ადამიანები მინდა მოვიკითხო, ვისაც უჭირს და პრობლემა აქვს და უბრალოდ მოკითხვა საჭიროებს, ზოგი ამდენი მოხუცი არის და რამდენი ადამიანი არის, ვისაც უბრალოდ მოკითხვა ახარებს და მინდა რომ სულ გახარებულები იყოთ და ბედნიერება გისურვოთ. ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა იქნება რაღაცა ცოტა სხვანაირი თემა ავარჩიეთ, საინტერესო რა თქმა უნდა, ყავს მოძღვარი მამა გურამი 4-2-ია და მამაო დაგულოცეთ თუ შეიძლება. დაგულოცეთ უფალმა და გაგახაროთ. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მამაო მობრძანებისათვის. მამაო თქვენ გახდით ათონის მთაზე იყავით ხომ თქვენ და ამას წინა და ჩამოხვედით და ძალიან მე ვიყავი თქვენი წიგნის პრეზენტაციაზე და რაღაც ფილმის ჩვენებაზე და რაღაცა ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და ესეთერი რო არ შემდგარიყო. ნუ არ ვიცი მე ისე ვერ დავისვენებდი და დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ და მამაო თუ შეიძლება ამის შესახებ რომ გაგვიზიაროთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ოცნებობს იქ მოხვედრაზე, ბევრი ადამიანი რაღაცა ვირტუალურად წარმოუდგენია თუ რა ხდება იქ როგორ არის. მე პირადად რაღაც ფოტოებზე მაქვს ნანახი, მაგრამ ესე იმათ არავინ არის აი შემოვლილი რაღაცა და ისე საინტერესო და რაღაცა ჩაიძიეთ და ყველაფერი დეტალებში იცით რომ თუ შეიძლება აი ამის შესახებ თუ გვიამბობთ მამაო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის მე ვფიქრობ მსმენელისათვის და მადლობა ჩემო გიორგი, დიახ მე გახდით ათონის მთაზე შარშან ოქტომბერ-ნოემბერში ერთი თვის მანძილზე ათონზე მდებარე პანტელეიმონის რუსულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობს ქართველი ბერი ერმოლაუსი ჭეჟია, რომელიც არის ჩემი მეგობარი და მე მისი მოწვევით გახდით. ახლა ზოგადად ორი სიტყვით მაინც მაყურებლისთვის უნდა თქვა თვითონ ათონზე ზოგადად და საერთოდ თითოეულ ქართველისთვის ათონი არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ადგილი, ვინაიდან ეს უკავშირდება სწორედ ქართველთა სულიერ ზეობას, ჩვენი სახელოვანი ღვაწმოსილი ათონელების მოღვაწობას, რომლის შემდეგაც საქართველოს სწორედ ის სულიერი აღორძინება და გაბრწყინება დადგა, რასაც მოყვა თამარის ოქროს ხანა და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და აქ მართლაც დიდი წვლილია, მუზარმაზარი წვლილია სწორედ ათონელ მამათა ღვაწლზე, ვინაიდან ათონი არ იყო ეს უბრალოდ ლოცვის მხოლოდ ადგილი ქართველთათვის, არამედ ეს იყო საგანმანათლებლო კულტურული ცენტრი და დღეს გასახარია რომ აი ეს ტრადიცია არ არის გაწყვეტილი და ნამდვილად მე შემიძლია დავადასტურო რომ დღეს ათონზე მოღვაწეობს დაახლოებით 20-ზე მეტი ქართველი ბერი, ეს არ არის რა თქმა უნდა დიდი რიცხვი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ბატალიებს, რომელიც მოხდა ბოლო საუკუნეებში ჩვენი ასეთი პრობლემები და პოლიტიკური სისუსტე, რომლის გამოც ქართველებმა ვერ შევინარჩუნეთ სწორედ ის იდეა, რაც გაგვაჩნდა ათონზე, ყოველ შემთხვევაში მაინც გასახარია და მათი ღვაწლი და მათი ლოცვა ნამდვილად დღესაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად ათონს რაც შეეხება, ამას ორი სიტყვით რო ვთქვათ, კიდე თვითონ ეს არის ქალკედონის ნახევარკუნძულზე, საბერძნეთში და უძველესი დროიდან, თითქმის მე-7 საუკუნიდან უკვე დაიწყეს მოსაგრეებმა, ბერებმა ათონის კოლონიზაცია, ესე რო ვთქვათ, დასახლება და ეს ძირითადად გამოწვეული იყო შემდეგში უკვე მე-8 საუკუნიდან, როდესაც ეგვიპტეში, სირიაში, ერაყში მაჰმადიანური სარწმუნება მიმძლავრა და მოყვა მას ფაქტიურად ბერების აი ამ ცალკე გადინება და ათონის დასახლება. შემდეგში ქართველები აქ ჩნდებიან უკვე მე-10 საუკუნეში, მანამდე პირველი ათონის ან დამფუძნებლად ბერების სამონასტრო კომპლექსის დამფუძნებლად ითვლება ათანასე ათონელი, რომლის დედა იყო ლაზი და სწორედ აქედან ჩასული ქართველები პირველად მკვიდრდებიან ათანასეს ლავრაში. ესენი არიან ბერი იოანე, შემდეგში მისი შვილი ექვთიმე ხდება სწორედ ივერონის მონასტრის, შემდეგში დამფუძნებელი ივერონის მონასტრის წინამძღვარი და შემდეგ ჩვენი ქართველი ბერები და ფაქტიურად ივერონი დღესაც ითვლება რიგითობის მიხედვით მესამე ადგილზეა, როდესაც ხდება დასახელება, აი ეს არ დაუკარგავს მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ ქართველები არ არიან, მაგრამ აი ეს ავტორიტეტი, ფასი
ქართველთა ღვაწლი დღესაც აი ესეთი იმით მოქმედებს მიუხედავად იმისა რომ როგორც ვთქვით სამწუხარო დღეს არც ერთი ქართველი ბერი თვითონ უშუალოდ ივერონის მონასტერში ვერ მოღვაწეობს ეს მთელი ისტორია არის და დიდი ბრძოლები იყო ამისთვის ფაქტობრივად ქართველები იბრძოდნენ ბოლომდე იმისთვის რომ დამკვიდრებული ყდეს უწყვეტობა ყოფილიყო მან მოღვაწეობის მაგრამ ჩვენ ეგ პოლიტიკური სისუსტის გამო შემდეგში უკვე რუსეთთან შეერთების შემდეგ როდესაც ესეთი ქართული სახელმწიფოებრიობა უკვე სამეფო უკვე მოიშალა და უკვე ვერ ეხმარებოდნენ ვერ ამაგრებდნენ დიახ ქართველ ბერებს აი ბოლო ბერი მაგალითად ბენედიქტე ბარკალაია ივერიაში წერდა ამის შესახებ რომ გვიშველე დაგვეხმარეთ თორე უკვე კარგავთ ყველაფერს და საბოლოო შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის შემდეგ ფაქტობრივად თითო ოროლა ესეთი ცალკე მოღვაწე ბერები ხარ დარჩა მანდატოზე მაგრამ ჩვენ და გასახარად შარშან ღვთისმშობლის მიძინების დღეს ათონზე აღდგა უწყვეტი ტიპიკონი წირვალოცვა ეს პირველად რამდენიმე ათეული წლის თითქმის 70-იანი წლის წყვეტის შემდეგ სიმონა პეტრას ბერძული მონასტრის ტერიტორიაზე ქართველებს აქვთ გამოყოფილი სკიტი ანუ სკიტი ეს კელიასგან განსხვავებით არის უფრო ცოტა საცხოვრებლად მრავალრიცხოვანი ბერებისთვის გამოყოფილი ადგილი აქ ორი სართულიანი შენობა ჩვენ გახდით მანდ ღამეც გავათენით ბერებთან დიახ ძალიან ოთხი ქართველი ბერი მოღვაწობს საბედნიეროდ და ეს უწყვეტი მონასტრული ტიპიკონი აღდგა ასეთი მდგომარეობა ნუ თლიანად ათონს დღეს დაახლოებით როგორც გითხარით 20-22-მდე ქართველი ბერი მოღვაწეობს რაც შეეხება მამა ერმოლაოს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ალბათ მსმენელისთვისაც იქნება საინტერესო მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ ჩვენ მსმენიათ ალბათ მამა ერმოლაოს წერილი დედისადმი რომელიც კარიბჭეში დაიბეჭდა და აუცილებლად გავუშვით აი რაც არის ვიდეო დიახ მაშინ ორი სიტყვით სანამ ვიდეოს გავუშვით უბრალოდ ვიტყვით ისტორიას აქაც ჩანს ვიდეოშიც მაგრამ თვითონ მამა ერმოლაოსი ჩავიდა ათონზე უსხოეთიდან 3 წელი გერმანიაში იმყოფებოდა და დანარჩი ისტორიას აქ ვნახავთ შემდეგ როგორ მის ღვაწლის შესახებ რო ის არა მარტო ლოცვით ღვაწლს ეწევა არამედ ძალიან დიდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს თვითონ მონასტრის ბიბლიოთეკის მუზეუმის აღორძინების საქმეში რაც ყველამ აღნიშნა და ცნობილია ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მისი მოქცევის ისტორია მე ჩვენ ესე არის 90-იანი წლები როდესაც ჩვენთან ზუგდიდში რაიონში ჩამოვიდა საერო სამსახური ქონდა მას აქ უმაღლესი განათლებით ისტორიკოსია თანამდებობაზე მუშაობდა იყო ძალიან განათლებული პიროვნება საქმიანი ინიციატივიანი მაგრამ სარწმუნოებრივ საკითხში აი ესეთი იმდენად ჩახედული არ იყო და როდესაც თანდათან დაინტერესდა აი მართლაც აი იმდენად გულთან მიიტანა ეს ქრისტეს მოძღვრება რომ ათონზე მან გადაწყვიტა საბოლოოდ თავი მიეძღვნა მოღვაწეობისთვის და უფლისთვის შეეწირა თავისი სიცოცხლე და სწორედ ამიტომ აირჩია მან ათონის მთა ამღი ახლა ჩვენ გვექნება საშუალება თუ არის საშუალება რომ დიახ ვაჩვენოთ ის წერილი რომელსაც კითხულობს ზურაბ ყიფშიძე ეს არის გოდეძე არასიას ფილმიდან გვაქვს ამოღებული ჩვენ ეს ექსკლუზივი გვაქვს უქტორეს ფილმი ნანახი არ არის ჯერ და ძალიან წარმატება მოიპოვა ამ ფილმმა მათემატიკური ფილმების სოფლიო ფესტივალზე და იქიდან რამდენიმე აუცილებლად მინდა გოდეძეც მოვიკითხო და აი დახმარებისათვის ძალიან დიდი მადლობა გადავცე იმიტომ რომ არის არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩემი უახლოესი მეგობარი და დარწმუნებული ვარ კაი იქნება მამა მეც არ მინახია და აუცილებლად თუ შეიძლება გაუშვათ ხო ეს ამ სატრაპეზოს ახლა ქართველი ბერი, მამა ერმოლაოზეულის. ზუგდიდელი პეტრე ჭეჟია ათონის მთაზე ბერად 2005 წლის 24 აპრილს ბზობის დღეს ასწაულზე აკურთხეს. მას ათონის მთაზე მოხვედრის საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.
პეტრეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის და ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მიღებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგის განათლება. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ახალგაზრდულ დეპარტამენტში მუშაობდა. 1988 წელს პეტრე ინგა თუთბერიძეზე ქორწინდება. ჰყავს ორი შვილი, ბექა და დაჩი. 97 წელს პეტრე სასწავლებლად გერმანიაში მიემგზავრება. სამწლიანი ყოფნის შემდეგ 2001 წლის იანვარში ოჯახი პეტრესგან მოულოდნელად წერილს საბერძნეთიდან იღებს, საიდანაც იტყობინება, რომ ათონის მთაზე მიემგზავრება, რათა ცხოვრება წმინდა მთას დაუკავშიროს. ათონის მთაზე მოხვედრილი პეტრე პირველ წერილში ასე თავგადასავალს წერს. მონასტრისკენ ფეხით მიმავალი პეტრე ღამით ტყეში ძაღლებმა დაკბინეს. მეორე დილით ბერებმა ის ივირონში მიიყვანეს, რახან ქართულად საუბრობდა, მაგრამ იქაურმა სასულიერო პირებმა მონასტერში არ მიიღეს. ივირონიდან წამოსული პეტრე წმინდა პანტელეიმონის ბერებმა გზაზე სიცხიანი იპოვეს და საკუთარ მონასტერში წაიყვანეს. 2 წლის შემდეგ ის რუსულ მონასტერში მორჩილი ხდება. პეტრე წერილებს დღემდე მხოლოდ დედას უგზავნის. სულთან საუბარს მას მოძღვარი უკრძალავს, თუმცა დედის წერილში მეუღლესაც ესაუბრება. პეტრემ ბოლო წერილში 7 წლის უნახავი შვილების სურათებიც მოითხოვა. წერილში, რომელიც პეტრემ ათონის მთიდან ბოლოს გამოგზავნა, დედას თხოვს, რომ თელ ქვეყანას გააგებინოს, მისი წმინდა მთაზე ბერად კურთხევის ამბავი. იხაროდეს დედა, გაუწყებ ჩემს ენით აუწერელ სიხარულს, გიზიარებ ჩემს ბედნიერებას, შენი შვილი, შენი ერთადერთი ვაჟკაცი, შენი პაატა, ათონის წმინდა მთაზე ბერად აღიკვეცა. გიხაროდეს დედა, შენი რუდონებით გაზრდილი, მრავალ შევიწროებითა და ტანჯვა-წამებით აღზრდილი ვაჟკაცი, ბზობის წმინდა დღესასწაულზე ყოვლად მოწყალე უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა. დიდება შენ და უფალო ჩვენო, იესო ქრისტე. გიხაროდეს დედა, რომ ამიერიდან უნდა მომმართო არა შვილი პაატა და არც მორჩილი პეტრე, არამედ მამაო ერმილე. გიხაროდეს დედა, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა მომიტევა ყველა ჩემი აურაცხელი ცოდვა, რომელიც დღემდე ჩემი უგუნურებით ჩამიდინე და ამიერიდან მისი წმინდა სახელით და მის სადიდებლად მოწოდებული ვარ, ჩავება ბნელეთის ძალების წინააღმდეგ სამკვდრო სასიცოცხლო უხილავ ომში. გიხაროდეს დედა, რომ შენი შვილის, შენი სისხლის და ხორცის ნაყოფის სიცოცხლე, მისი სული, მისი გონება, მთელი მისი გრძნობა განუყოფლად და ერთიანად ღმერთს ეკუთვნის, მისდამი განუზომელი სიყვარულით და უსაზღურო მადლიერების გრძნობით სულ უმლობს. გიხაროდეს დედა, შენი ოცნებები, შენი კეთილი სურვილები ყველა ერთიანად ასრულდა. შენი პაატა, ანგელოზებრივი ცხოვრების ღირსი გახადა კაცთმოყვარე ღმერთმა, დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ახარე დედა მამას, ახარე თუ რაოდენი მადლია გადმოსული ჩვენს ოჯახზე, ახარე რომ ჩვენთან არს უფალი, რომ მისი შვილი უფლის წვეულთა შორისაა, რომ მის პეტრეს ასევე დიდი შესაძლებლობა აქვს იყოს უფლის რჩეულთა შორის. ახარე დედა ინგას, გაუზიარე ჩემი სიხარული, უთხარი რომ დღეს უფლის მიერ ჩემთვის უღირსისთვის ბოძებული მაცოცხლებელი მადლის თანაბარი წილი მას ეკუთვნის, როგორც ჩემს უახლოეს ადამიანს და მეგობარს, რადგან ჩვენ უფალმა შეყვარა და გაგვაერთიანა და ორნი გავხდით ერთი, ხოლო ის, რაც ღმერთმა გააერთიანა, არასოდეს დაიშლება. დიდება ღვთის განგებას. ახარე დედა ჩემს შვილებს, ბექას და დაჩის, ახარე რომ მე მათმა მშობელმა მამამ, მათთვის მლოცველმა უფლის ჩვენის იესო ქრისტეს კურთხევით და მის მსგავსად აღვიღე ჯვარი ჩემი და შეუდექი გოლგოთას გზას, რათა ზვარაკად შევიწირო ჩემი აურაცხელი ცოდვებისათვის, რათა ჩემს შვილებს არც ამ ქვეყნად და არც იმ ქვეყნად ღვთის მადლი და სიყვარული არ მოაკლდეთ. ახარე დედა ჩვენს მტრებს და მოძულეებს, რომ მათი წმინდა სახელები
უსათუთეს ლოცვად აღევლინებიან ჩემს გულში, რომ მე განუწყვეტლად ვილოცებ მათი და მათი შვილების კეთილდღეობისათვის. ახარე დედა ჩემს სამშობლოს საქართველოს, ახარე რომ ამიერიდან წმინდა ათონის მთაზე ღვთის განგებით და კურთხევით კიდევ ერთი მართალია ჯერჯერობით სუსტი, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გულგამაგრებული სანთელი აინდა. მისი პატარა საქართველოს ახორძინებისა და გაბრწყინებისათვის მლოცველი. გილოცავ დედა, მარად შენთვის მლოცველი შენი უღირსი შვილი ბერი ერმილე. წმინდა ათონის მთა 24 აპრილი 2005 წელი. საინტერესო ძალიან მამაო, რა ვიცი, ვერაფერს ვიტყვი რაღაც ესეთი სევდიანი ფილმიც იყო და რაღაცნაირად ან თავისებური მამა, აი რატო არის ხოლმე რომ ადამიანები ხლა აი ადამიანი სულ სხვა პროფესიის იყო, სულ სხვაგან იყო, ხო და რაღაცა იმ ძიებაში არის ყოველთვის ადამიანი და პიროვნება საერთოდ ყოველთვის ესე არის ხოლმე რაღაცა ეძიებს რაღაცა და ბოლოს რაღაც თავის ადგილი ნახა, ხო ადამიანი წავიდა და წერილით აცნობა რომ უცბად ეს გადავწყვიტე დედა და მორჩა ხო სიტყვაზე. აი რატომ ხდება ხოლმე მამო, იმიტომ რომ ადამიანი მაინც გაჩენილია რაღაც საძიებლად, რაღაცა ზოგ შეიძლება გვეზარებოდეს და რაღაცა იმ ადგილს ვერ პოულობდეთ, რაც არის ჩვენი ადგილი, მაგრამ ნუ რაღაცნაირად მაინც ბოლოს ღმერთი იქამდე მიგვიყვანს და თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით როგორ მივიდა საერთოდ სარწმუნოებამდე და აი ამ ხელარწმენამდე, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ ადამიანს მე პირველ რიგში იმიტომ ვაფასებ, რომ განა იმიტომ რომ ათონის მთაზეა და განა იმიტომ რომ ბერი არის, იმიტომ რომ იქ არის საქართველოთი ცხოვრობს მამაო. იქ ცხოვრობს და მის გულში არის საქართველო, ანუ ის ბევრი იმ ადამიანზე, ვინც არის აქ საქართველოში. ხო, ზოგს არც გაუთავისებია და ყველა წასვლაზე ფიქრობს აქედან და რაღაც გაქცევას და ის ადამიანი იქ არის, მაგრამ სულიერად საქართველო არის მისთვის, აი ყოველი დღე და ღამე თენდება საქართველოს. თოლოთი იწყება, ხო და აი მაგიტომ არის ეს ადამიანი დასაფასებელი და მაგიტომაც ჩვენს მენელს მინდა უთხრა რომ გაუშვით ეს ფილმი, თორე ბერები არიან ძალიან ბევრი და ძალიან კაი და ღირსეული ბერები არსებობენ, მაგრამ აი ეს უბრალოდ აი რაღაცა უბრალოდ მინდოდა რომ თან იმ უცხოეთში მყოფ ქართველებსაც მინდა რომ განუგეშოთ რომ არ არის ის მომენტი რომ სიტყვაზე შენ შეიძლება იყოს სადღაც იტალიაში ან საფრანგეთში ან საბერძნეთში და იყო საქართველოს გარეშე, ის საქართველოს შენ გულში უნდა იყოს და შენ სულში. ნუ ფიზიკურად შეიძლება ვერ იყო იქ, მაგრამ ღვთის ნება ესეთი იყოს და რა ვქნათ, რახანც იქ მიგავლინა ღმერთმა, ხო, ღმერთი იქაც არის და ყველგან არის, უბრალოდ ვისაც გულით წყდებათ, იმიტომ რომ მე ყოფილი ვარ წასული აქედან და დღე და ღამე მიტირია, რომ აი იმდენად მენატრებოდა აქაურობა და ის ადამიანები, ვინც აქ არსებობენ. და ცოტა შეიძლება თქვენ თქვათ რომ გეჩვენოთ იმათ რომ მე ვითომ რაღაცა ესე იოლად საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის, აბა თვითონ იყოს, მაგრამ უბრალოდ სხვა გზა როცა არ არის, ხო და ესეთი რაღაცა აი თქვენ ხართ მისიონერები, ხართ გმირები, შეიძლება ვიღაცის გამო, რაღაცის გამო, ეხლა მამაო არის საქართველოს გამო, იქ ინტერესებს იცავს საქართველოსას, ხო? ყველაფერ ქართულს იკვლევს და ინახავს, რათა ისევ ჩვენ იქ იმ მიწაზე რაღაც დრო რომ მოვა, ისევ დავდგათ ფეხი, ხო? ასევე თქვენ კიდე ძვირფასისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, შვილებისთვის, მამებისთვის, დედებისთვის ხართ წასულები და ძალიან ვაფასებ თქვენ გმირობას, ის ჩვენ რაც ვერ შევძელით, შეძლო მამაომ, შეძელით თქვენ და აი ამიტომაც არის ეს ფილმი რო გაუშვი და საერთოდ ეს სიტუაცია და ეს გადაცემა რო შედგა, მამაო, ბოდიში ცოტა გამიგზელდა ეს ადამიანები არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი თუ რამე არსებობს ამ ქვეყნად, არ ვიცი რა. თუ შეიძლება მამაო, აი ეს ადამიანებიც რომ ანუგეშვით, იმიტომ რომ ეს ადამიანები წასულები არიან და თვითონ ვერ გზნობენ ხოლმე იმას, რომ სიტყვაზე აი აკლიათ აქაურობა ფიზიკურად, იმიტომ რომ ცოდვა 30 წელი აქ რო გაიზარდა და მერე რო წავა იქ, ხო მთელი დღე და ღამე ტირის, განიცდის რაღაცა და ძალიან ბევრი ადამიანი იქიდან წერს რომ არაფერი არ მინდა, უბრალოდ მანდ მინდა ყოფნა, მაგრამ ხო არის ის მომენტი რომ აი როგორც უფალი ჩვენგან შორს არის, მაგრამ ფიზიკურად ესე შორს არის, მაგრამ ჩვენ გულებში თუ იქნება, სულ ჩვენთან იქნება, ხო და აი ეს მომენტი რომ საქართველოს ხო სამშობლოს ხო უფალთან არის, ხო გაიგივებული და აი თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებითაც რომ გააკეთოთ კომენტარი რა. ბოდიშკის და მადლობა. აი ახლა ვინც მამა ერმოლაოს იცნობდა და იცნობს და მეთანხმება რომ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის სიჭარბის გამო თავისი ერისადმი, მოყვასისადმი ზოგადად გადადგა ეს ნაბიჯი, უფრო სწორად მოხდა მასში ეს რაც მოხდა. მე
ჩემთან საუბარში პირადადაც უთქვამს, რომ ასეთი რაღაცა, რომ აი გარეგნულად თითქოს ფიქრობენ, რომ ბერი არის რაღაცაირად ცხოვრებისგან განდგომი, თითქოს რაღაც საკუთარ სული ცხოვრებაზე ფიქრობს მარტო, რაღაცნაირად გაურბის ცხოვრებას და პირიქით ჩემ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ სწორედ იმის გამო, რომ მე ძალიან მიყვარდა სიცოცხლე, ძალიან მიყვარდა ადამიანები, მოყვასი და სწორედ ამის გამო როგორც კი მე ვირწმუნე, რომ არის შესაძლებლობა ამ დიდი სიცოცხლის, სიყვარულით გაჯერებული სიცოცხლის დედამიწაზე ყოფობის, დედამიწაზე დავანების, ამიტომ ავირჩიეს და უпроსორად მოხდა მასში ეს ყველაფერი. ყველა ხას უსვამს, რომ აი სტუდენტობის დროიდანაც მამა ერმოლავის ყოველთვის იყო აი ესეთი სიცოცხლის სავსე, აი ადამიანურ ურთიერთობებშიც და იქ, როდესაც აი ერთ მაგალითს გეტყვით, როცა მისი შვილი იყო ჩასული და ლოცვის დროს მას აქვს თავისი ლოცვის პრაქტიკა, ამაზე კიდე თუ დრო გვექნა ვისაუბრებთ, მაგრამ თითქმის 2 საათი ვიხსენიებდიო აი ესეთ ადამიანებს, ვის ცოცხლებს, მიცვალებულებს, ყველას 2 საათის მანძილზე მარტო სახელებს და შვილმა ცოტა რაღაც მამი უფრო მეტი დრო ლოცვას რო დაუთმო არაჯობებსო, რომ მარტო ამ სახელების ჩამონათვალში რო დროს კარგავო და მე გამეცინაო და შვილო პირიქითო, აი სწორედ ლოცვა ის არის, რომ მე ლოცვით მივიღო ძალა, რომ შევძლო თითოეულ ადამიანის გულამდე მისვა და ღმერთის უფალთან მათი წარდგინება, თითოეულ ადამიანის წარდგენა. ანუ ის უბრალოდ კი არ იმეორებს ამ სახელებს, არამედ მართლა გულით წდება და აი სწორედ ეს არის ბერის მისია. ბერი არის შეწირული, სწორედ ამ სიყვარულს არის შეწირული, ეს არის ჯვარცმული სიყვარული. მეცაც გეტყვით, ბერობა ეს არ არის პრეროგატივა ზოგი ქრისტიანის. პირველი საუკუნიდან ისეთი ძალით შემოვიდა ქრისტეს განცდა და სიყვარული ადამიანებში, რომ თვითონ ყველა ადამიანი მორწმუნე უკვე იყო ბერი. ანუ ბერი რას ნიშნავს? როდესაც თლიანად არის ჯვარცმული ამ ქვეყნისთვის, როგორც პავლე ამბობს, რომ მე ჯვარცმული ვარ წუთისოფლის და წუთისოფელი ჩემთვის ჯვარცმულია. ამით იყო სწორედ ძლიერი დამოწმება. აი დღეს ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აი მოდი ამასაც ვთქვათ. ძალიან ჩვენ ფაქტურად რაღაც ჟამის აღსასრულს უახლოვდები, ძალიან ჩქარა ხდება მოვლენები, თითქმის სამყაროსეული მოვლენები ხდება, ძალიან გლობალური მოვლენები. ამ შემთხვევაში დგას აი ძალიან საქართველოსის, რომელიც პატარა ქვეყანაა და რით უნდა დავიცვათ თავი, აი ჩვენ ძალიან გავმისით იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება, სწორედ ეს ყველაფერი, მაგრამ აი სწორედ ეს მიგვითითებს და ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ სწორედ იმ ჯვარცმულ სიყვარულზე, რომლითაც ჩვენი წინაპრები იყვნენ განდიდებული და რომლითაც სწორედ ქართველმა ერმა დღემდე ქრისტეს ჯული მოიტანა და აი ეს ჯვარცმული სიყვარული, ანუ როდესაც მოყვას ეწირები, როდესაც შენ თავს არ გამოყოფ მოყვასის, როდესაც შენ აიგივებ შენ თავს, შენ როცა კი არ გამოიყოფი, აბსტრაგირებას კი არ აკეთებ, გარედან განკითხვით კი არ უყურებ, არამედ შედიხარ მთლიანად და გაცოდვილდები მთელი შენი ქვეყნიერების ცოდვით, გარშემო რომელიც არის, აი ეს ამიტომ ნამდვილი სიყვარული სწორედ ამ გაგებით ვერ შეუძლია სამშობლო სიყვარული. ვინმე ეს სამშობლო ამ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ მარტო ისეთი არეალი, სადაც არის რაღაცა გადარჩენისთვის ბრძოლა. სამშობლო პირველ რიგში ეს არის ადგილი, სადაც ქრისტეს რწმენა უნდა გადავარჩინოთ. ამ თავარი არსი, ადამიანის არსი, სწორედ ეს არის. ქრისტემაც სწორედ ეს მოიტანა, რა, რომ ადამიანს არ დაკარგოთ და თუ ვისი გორის არის, ანუ ვისი გორის არის ადამიანი, არის უფლის შვილი, 64-დან მოდის და მოვიდა ამ ქვეყნად ცხონებისათვის. და ამ მხრივ ბერი არის სწორედ გამახსენებელი, მუდმივი. თავისი ამ თვით შეწირვით ის მოიზიდავს მუდმივად უფლის მადლს და ამ მადლის ქვეშ ყოფნით მას შეუძლია მოახდინოს ზემოქმედება თავისი ლოცვის ძალით, თავისი ღვაწლით და მეცაც გეტყვით. ახლა მამა ერმოლავსი მოღვაწეობს პანტელეიმონის მონასტერში, ეს რუსული მონასტერია და შეიძლება ეს ყურს ცოტა ისე ჟღერდეს ყურისთვის, რატომ არ არის დავუშვათ ივერონში, მაგრამ ნუ ახლა ჯერ ერთი ვთქვით, რომ ივერონი დღეს ქართველები არ არის, მეორეც ერთი ეკლესია არ არის ერში
ეს ეკლესია არ ეკუთვნის რომელიმე ეკლესია მყოფობს რომელიმე ქვეყანაში ის მყოფობს მაგრამ არ ეკუთვნის ამ ხრივ მამა ერმოლავის ღვაწლი რუსულ მონასტერში სადაც მან ახლა თუ ჩვენ საშუალება გვექნება ვნახავთ ამ კადრებს ზოგადად ახლა ის უხმო კადრები იქნება მაგრამ მთელი მართლმადიდებლური სამყარო აი სამი მსოფლიო კონფერენცია მიეძღვნა იმ შრომას რაც გაკეთდა ფაქტურად მამა ერმოლავის ინიციატივით აი ეს რუსეთის პატრიარქი როცა ჩაბრძანდა პანტელეიმონის მონასტერში თვითონაც აღნიშნა 2002-ში მე როცა ვიყავიო მათ შორის ერთადერთი ხელნაწერი მთელ მონასტერში და ისიც დასველებული და მამაო ჩაბრძანდა მან 2002-ში და 2007-დან როცა 2006 წლიდან დაახლოებით როცა ჩაუდგა სათავეში ბიბლიოთეკას ეს ბიბლიოთეკა იყო ერთ ოთახში მარტო მოთავსებული და გაფანტული ხელნაწერები, წიგნები ფაქტურად აბსოლუტურად მოშლილი იყო ყველაფერი. დღესდღეობით აი მოკლედ რო გითხრათ. დიახ, მამა ერმოლავის აი ეს დღესდღეობით არის 3 სართულზე ბიბლიოთეკა, სადაც არის მოთავსებული 120,000 ხელნაწერი და წიგნი. აი გუტენბერგის მოწაფის წიგნიც კი არის. ფაქტურად ეს მან თავისი ხელით აი ტომრებში ჩაყრილი მოიტანა სხვადასხვა კელიებიდან გაფანტული ეს შეკრიბა სისტემაში მოიყვანა, შემდეგ ფინანსები გამონახას რუსეთის სახელმწიფომ გამოუყო ფინანსები და გერმანული აპარატურა იქნა ჩამოტანილი, წიგნების კატალოგიზაცია მოხდა, კომპიუტერში შეტანა და ყველაზე მთავარი 25 ტომეული მზადდება 800 გვერდიანი მთელი ამ რუსეთის მემკვიდრეობის ბოლო 200 წლის და ამის 25 ტომეული ახლა 2016-ში არის რუსების ათონზე ყოფნის 1000 წელი და ფაქტურად პატრიარქმა რუსეთის პატრიარქმა მამა ერმოლავის პროგრამა დაამტკიცა თუ როგორ ჩაატარონ ეს ღონისძიება და მთელი ეს 16 ტომი იქნება ამ დროისთვის გამოცემული. ახლა საინტერესოა სხმოვანი ხომ არა? დიახ. აი ახლა უბრალოდ ძალიან საინტერესო მომენტია რომ ათონზე და პანტელეიმონის მონასტერში მე ვნახავთ ამ ვიდეოს მოღვაწეობდა ილარიონ ახალი ქართველი წმინდანი კანონიზირებული დიახ და ეს მონა ფაქტიურად მამა ერმოლავის აღმოაჩინა რუსეთის აი ამ პანტელეიმონის მონასტრის ტერიტორიაზე ნანგრევები და თვითონ ეს კელია და ტაძარიც და ამაზე საუბრობს აქ მამა ამ ფილმში თუ გვექნება საშუალება რომ შეიძლება რომ ჩავრთოთ ეს ფილმი თუ შეიძლება ჩვენ პროდიუსერი. დიახ. მოძღვარი იყო რომ მთელი ათონი პატივცემდა, როგორც ქართველები, ისე ბერძნები, ისე რუსები, სულიერი მოძღვები სულ რიგში იდგნენ და საოცრება ის არის რომ ამ კაცმა არც რუსული იცოდა, არც ბერძნული. წარმოიდგინე და რუსები და ბერძნები აღსარებას აბარებდნენ და ყველაფერი ესმოდა. რა თქმა უნდა, სულიერად ასე რომ ისეთი უდიდესი სიყვარული დაიმსახურა აქ მოღვაწეობის პერიოდში რომ ერთ-ერთმა რუსმა ვაჭარმა ვინმე ხაბაროვმა მოისურვა რომ მისთვის აეშენებია კელია. ჩვენ ვიყოფებით ზუსტად ახლა ამ კელიის ტერიტორიაზე, უბრალოდ ამ კელიაში არსებული წმინდა გიორგის ტაძრის წინ. ამ პიროვნებამ მამა ილარიონს შესთავაზა რომ თუ თქვენ ინებებთო დამიხაზეთო როგორიც გინდათ ისეთ ეკლესიას აგიშენებთო და მამა ილარიონმა უთხრა რომ პატარა ჯვარი ამიშენეთო აი საქართველოში არსებული ჯვრის მონასტრის სტილში და მართლაც წმინდა გიორგის ეკლესია გავს ჯვრის მონასტრის პატარა მოდელია ის აქ სამწუხაროდ ხოლო 3 წელი მან 3 წელი დაყო მე ისეთი ავადმყოფი რომ უკვე სიკვდილის პირას იყო მისული და მისი უკანასკნელი სურვილი იყო რომ მისი წმინდა ნაწილები დაემალათ ისე რომ მე აფანისების საგანი არ გამختارიყო მას სამდავლობით არ უნდა ეს ამიტომ ის გარდაიცვალა აი ამ კელიაში აი ამ ტერიტორიაზე ზუსტად ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ სპარტოფში სადაც იყო განლაგებული მისი პირადი საცხოვრებელი კელია და დაწუნებული ვარ აქ ამ საფასა ჩვენთან ახლო მდებარე ადგილას გარდაიცვალა როგორც ათონზე მიღებულია აქვე დაკრძალეს და 3 წლის მერე როგორც ათონზე არსებობს ტრადიცია ისევ ამოთხარეს მისი ძვლები და ამ მოწაფემ ამ საბამ სადღაც გადამავალ რა თქმა უნდა ყველა საინტერესებს სადარეს ნაწილები განსაკუთრებით მას მერე რაც მოხდა წმინდა ილარიონ ყანჩაველის კანონიზაცია
რაც სხვათა შორის სოფლიოს საპატრიარქო ბერძნებმა გაუკეთეს კანონიზაციას თვითონ დაუწერეს ღვთისმსახურება უნიკალური ესე იგი პოეზიის საფრთხეთმეტყველო პოეზიის შედევრია ეს ღვთისმსახურება ერთი სიტყვით უდიდესი სიყვარული გამოავლინეს ამ ერთი ქართველის მიმართ და დღეს მარტო ერთადერთი საკითხია გავარკვიოთ სად იმყოფებიან მისი წმინდა ნაწილები იმიტომ რომ ყველა ვისაც ამ კაცის სიყვარული და პატივისცემა აქვს, რა თქმა უნდა, აინტერესებს ეს სად არის წმინდა ნაწილები. დღესდღეობით მიმდინარეობს კვლევა და იმედია ახლო მომავალში ჩვენ ამას დავაუწყოთ სად არის და იმის საშუალებაც გვექნება, რომ არა მარტო ტაძარს, არამედ მის წმინდა ნაწილებსაც ახლოთ დაყვანიცეთ. რაც შეეხება ამ ტაძარს, სამწუხაროდ ეს ტაძარი ახლა ჩვენ მოვედით აქამდე შეუძლებელი იყო ფიზიკურად მოსვლაც კი აქამდე იფრთხილიანად იყო ტყეში ჩაფლული ჯუნგლებში გაუვალ ბარდებში მაგრამ საარქივო მასალების მიხედვით უნდა შევძლი ლოკალიზაცია ტერიტორიულად ამ ტაძრის და დავიწყეთ ძებნა ზუსტად 5 წელი დამჭირდა სულ რამდენი კაბა მაქვს აქ დატოვებული ტყეში მე თვითონ არ ვიცი ერთხელ აი ამ ღობესთან 3 მეტროს მოშორებით ყოფილა რა იმ ქვით ვიცანი მე იმ გამოქვაბული ვიყაროა იმით ვიცანი რომ და მის მერე კიდე 2 წელი მიძებნია მაგრამ საბოლოოდ ეთქობა მერტმა შეისმინა ყველა ჩვენი ლოცვა და ალბათ წმინდა ილარიონსაც შევეცოდე მე ხო და ერთშენი ერთ დღეს გამიმხილა სად არის ეს ტაძარი და აი ახლა ჩვენ გამდგომარეობაში დაგვხვდა ტაძარი საშინელ მდგომარეობაში ჯერ ერთი აქ სულ ტყე იყო აი ესე იყო სულ ბარდებით დახურული ეს მე გავწმინდე მოვიპანე მამა ლავრენტი მამა დოსითე და ყველა და მე შიგნით ეს მიწით იყო სავსე ახლა შევდივართ ამ ტაძარში აი ამ ქართველი კაცის მიერ ნალოცავ აქ იმდენი ლოცვა არის საქართველოსთვის აღვლენილი რომ იმდენი ცემლია დაღრილი რომ ძმებო გარწმუნდეთ ეს არის მადლიანზე მადლიანი ადგილი ქართველი კაცისთვის და მე ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ თქვენთან ერთად გაიხარეთ რომ მოგზანდით ამ შეწუხდით და თეოგერგინოსანო მოწამეო საინტერესოა მამაო ესეთი კადრები და თვითონ ეს ადამიანი არის ძალიან საინტერესო მამაო და სამწუხარო არის რომ ეს ადამიანი ბედნიერება რომ იქ მსახურობს რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა მინდა რომ მეტი საშუალება მიეცას მამაო აი იმ ადგილას რო წიროს ამ ადამიანმა ხარისხში რო აიყვანო რაღაცა და ვიცი რომ ამის რაღაც მოლოდინი არის და თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით თუ გვეტყვით რამეს სხვათა შორის ცოტა ადამიანურად ესეთი საყვედურებიც მოდის მამაოს გული წყდება რომ აქ მე რუსულ თითქოს ასე ჩანს რომ მე ახლა რუსეთის მონასტერში ვსახურობ და რაღაცა მას მაგრამ ჯერ კიდე ერთხელ ვამბობ რომ აქ აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის რუსეთის მონასტერი ბერია და ეკლესია ქრისტეს ეკლესია რაღაც სილვან ათონელი რომელიც პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწობდა და იქვეა გვერდით და მე იმ ყოფნის საშუალება მქონდა იქ ყოფნის დღეებში რომ ხშირად ყოფილიყავი კელიაში ეს ხომ ჩვენია ყველას ქრისტიანი წმინდანია პირველ რიგში და აი აქედან უნდა შევხედოთ ამას აი ამ კუთხიდან ამ შემთხვევაში მამა ერმოლაუსი თავისთავად ცხადია რომ როცა ასეთი ღვაწლია და ასე ფასდება და ხედავენ ამას აღნიშნულ მეცნიერებიც სხვათა შორის სოფლიო პატრიარქი იყო ჩაბრძანებული მაშინ მე შევხვდი იმ მომენტში როცა ათვალიერებდა ბიბლიოთეკას მუზეუმს პირდაპირ აღნიშნა რომ აქ იმდენი სამუშაოა გაკეთებული სოფლიო მეცნიერებს გამოუჩნდათო ესე იგი სამუშაო ამ შემთხვევაში სამეცნიერო თავიანთი მოღვაწეობისთვის დიახ და მამა ერმოლაუსი ბუნებრივია მისი დღედაღამე მისი ლოცვის საგანი და საერთოდ ოცნება და ყველაფერი იქითკენ მიდის რომ იმ ტერიტორიაზე თუნდაც შესაძლებელია აი აქ აღდგენილ ამ ჩვენი ილარიონ ახალი ქართველის
ტაძარში იქნება თუ გვერდით მას დაეთმოს ადგილი და დაუთმობენ კიდეც დარწმუნებული ვარ და ისეთი სიყვარული აქვს დამსახურებული სადაც იქნებიან ჩვენ გვექნება აი ლოცვის საშუალება ქართველ ბერებს თავიანთი ტაძარიც და საძმოც იქნება და ღვთისწყალობით ეს ყველაფერი მამა ერმოლაუზის ღვაწლი ესე უკვალოდ არ ჩაივლის ათონზე და ჩვენ მალე გვექნება ამის საშუალება ახლა ჩვენ თუ გვექნება საშუალება უბრალოდ ცოტა ისეთი აი კადრები მამაო დიახ აი ჩვენი გადაღებულია მოგზაურობა ათონიფთი წვერვალზე ძალიან საინტერესოა ყველა ვინც ათონზე ჩადის აი ნატურობს რომ ათონიფთი წვერვალზე მოხდეს იქ არის ტაძარი ფერისვალების აი ეგ თქვით გავაჩეროთ ეს კადრი თუ შესაძლებელია აი აქამდე ჩვენ ავედით ფეხით ამის შემდეგ არის 2 კილომეტრი ძალიან წვერვალზე მდებარეობს ფერისვალების ტაძარი იქ უკვე წირვალოცვა ავასრულეთ და აქ იკრიბება ყველა პილიგრიმი აი ზემოთ 10 კილომეტრია ზღვის დონიდან ზემოთ წვერვალისკენ თანდათან ეს სავალი და აი აქ ღამეს ვათებ დილის 5 საათამდე აქ ვიყავით იქ სერბები, ბულგარელები, რუსები, ყველა მართლმადიდებელი პილიგრიმი ჩამოდის ერთად ხვდებით, ერთად ტრაპეზობენ ერთმანეთს ის მართლა საოცარი დიახ იმიტომ რომ ყველა იქ იკრიბება იმ მოთახში 30-50 ადამიანამდე იყო და იქ არავინ არ არჩევდა ვისი რა საჭმელი იყო ის წესია ასეთი და საოცარი სიყვარული სუფევდა თუ გავაგრძელებთ ახლა კიდე აი ეს დიახ ეს კადრებია ზემოთ მთაზე აი ეს არის წირვა რომელიც ჩატარდა მაღლა მთაზე მან წვერვალზე აი ეს ქართული შეიძლება რომ გააჩეროთ ეს დიახ სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რომ აფხაზეთიდან იყო პიროვნება ნუ ის აფხაზი არ იყო მაგრამ თვითონ გთხოვა რომ აქ არ არის ეს ფოტო გთხოვა რომ თქვენთან ერთად თუ შეიძლება დავდგე და ქართული დროშით გადავდე გადაღებული გვაქვს ეს ფოტო იურა რომელთანაც მეგობრობთ იყო თბილისში ჩამოსული აქ ეს ზიარა აი უბრალოდ რატომ მინდა ეს აღნიშნო იცი თითქოს პატარა დეტალია და აი ეს არის რომ ქრისტიანობა ალღობს აი იმას რასაც აი დავუშვათ ქრისტეს გარეშე რაც მკვეთრია რაც გამოგყოფს აი როცა ქრისტეს უახლოვდებ სიყვარულს იქ ღვება რაღაც აი როცა ასეთ ადგილზე ხვდები ათონზე იქ ძალიან ცირე მორწმუნეც რო იყო იმ ველში ვარდები იქ უკვე შენ მოქცეული ხარ აი ამ სიყვარულს სადაც 1000 წლის 1500 წლის მანძილზე ულოციად ძალიან დიდ წმინდანებს სადაც იყო ის სიხასტების ტრადიცია გრიგოლ პალამადან დაწყებული ათონი ამით არის სწორედ მნიშვნელოვანი აი ეს ლოცვის ველში ხვდები თითქოს და იქ აი სიყვარული ძალიან ადვილია და ძალიან ბუნებრივია რომ გამოხვიდე შენი აი ამ რაღაცა სტერეოტიპებიდან და ერთიანად იგრძნო ქრისტეს სხეულად იგრძნო მართლა თავი თამამო ისიც ეხმარება მაგას რომ ის აფხაზეთიდან იყო რომელიც საქართველოს მიწაა და თქვენ საქართველოსდან იყავით აი მაინც აი მე ვფიქრობ ხოლმე და ეს ჩემი რაღაცა ესეთ პირადი მოსაზრებაა რომ აი ჩვენზე თბილები და ჩვენზე აი ძალიან მაგრები ვინც საქართველოში აბსოლუტურად ის ეროვნებას არ გულისხმობ საქართველოში დაბადებულ ადამიანზე თბილი აი ადამიანი მე არ შემხვედრია არსად არც ბერძენი არც აი ეს მინდა რომ გამოყო იმიტომ რომ რაღაცა იმაში არ ჩამითვალოთ რაღაცა აი რაღაცა რომ იმას გულისხმობ რომ მარტო ჩვენ ვართ რაღაც ესეთები და სხვა არა სხვასაც აქვს რაღაც თავისი ის მაგრამ აი მე ვფიქრობ რომ საქართველოში მაინც მამაო იმხელა სითბოა ხო აი ჩვენც ახლა მაგალითად ისეთი მომენტი არის ხოლმე მამაო რომ აი ჩვენი უწმინდესი ხო ილია მეორე ხო აი მე არ ვიცი აი რომელ მთამ შეიძლება მაგასო სიყვარული აქვს დაიტიოს რა ერთად რო ყველა შეიკრიბა აი მე არ ვიცი აი მაგ ადამიანზე შეიძლება ვიტირო ეხლა არ ვიცი აი თუ შეიძლება ფოტოები რო გადავიდეს და აი მამაოსაც ის სიყვარული აქვს და თქვენც ის სიყვარული გქონდათ მამაო რომ აქედან რო წაბძანდით და ის ლოცვა კურთხევა რო გაგყვათ აი თუ შეიძლება ეს გააჩერეთ ის კადრი წეგან წარწერა რო იყო მამაო დიახ ამას შემდეგ ვაჩვენებთ მაინც და მე მინდა კი ამით უნდა დავამთავროთ აჯობებს წინვალი აი ის არის გადაღებული ეს მამა ერმოლაუსმა სპეციალურად აი ძალიან გზნობიარე აპარატურით გადააღებინა და უძღვნა ქართულ ხალხს და იქ არის ქართული გალობის ფონზე წინვალი ვიდეო აქ რამდენიმე წუთიანი მანამდე მინდა მე ორი სიტყვით გითხრათ აი ჩვენ გამოვეცით აი თუ გადავა წიგნი როგორ კადრში იქნება აი ხლა ეს იმას ვქნათ მამაო არა ეს შეიძლება ბოლოში ვაჩვენოთ პრინციპში
ბოლოს დავამთავროთ იმით. დიახ, აი თუ შეიძლება რომ ის არა ქვია. შეწყდეს ეს ვიდეო, წიგნი უნდა მამაოს რო აჩვენოს. ეს ახლახან გამოიცი ჩვენ სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა მამა ერმოლაოსი წერილების მისი სტატიების კრებულია, საფრთხემდებლო ესეთი სტატიების და ძალიან ესე იგი ისეთი თბილი წერილები წერი აქ მეგობრობა შევეხეთ მე არ შემიძლია არ ვთქვა რომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აი ბერში განსაკუთრებული სიყვარულით არის სწორედ ეს განსაკუთრებული სიმძაფრით გადმოცემული ადამიანური თბილი სიყვარული და აი ეს ერთ მაგალითს მოგიყვანთ აქ არის მამაოს უწერი ესეთი მაგალითი მოყვანილი აქ აფხაზ და ოს თავის მეგობართან ურთიერთობა თბილი და როგორ ამთავრეს ამას ყველაფერს მე მინდა ეს აუცილებლად გიკითხოთ აი ეს წერს 1985 წელია ლენინგრადის ერთ-ერთ სამხედრო ოლქში ჯარისკაცის ყაზარმაში 120 ადამიანს ზინავს მხოლოდ 2 ჯარისკაცი ფხიზლობს მათი ლოგინების ახლოს დგას ერთმანეთთან რომ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევაც შეუძლიათ ისინი დიდხანს საუბრობენ მეგობრობაზე, ვაჟკაცობაზე, მშობლებზე, სამშობლოსი მომლოდინის შეყვარებულებზე. უცებ ერთ-ერთი მათგანი ლოგიზზე ჩამოჩდება და მეორეს ეუბნება. პაატა ძამია, ერთი სათხოვარი მაქვს, ძმასავით მიყვარხარ და ჩემს გვიძმებში არ გარჩევ. 2 წელია თითქმის შენს გვერდით ვარ და სანამ სული მიდგას, შენს მეგობრობას გულით სათუთად ვატარებ. ვიცი შენს გიხარია ჩემთან მეგობრობა ამიტომ გთხოვ ჩემს ქორწილში იყო ჩემი მეჯვარე მე ვიცი როგორ გიყვარს თეთრი ცხენები ამიტომ ქორწილში როცა ჩამოხვალ გუდაუთის ავტოსადგურში თეთრი ულაყით დაგხვდები და ერთად გავაჭენოთ ჩემი მშობლიური სოფლისკენ ამის გამგონი მეორე ჯარისკაცს სიხარულისგან თვალები აუცლემდება და თანხმობის ნიშნად თავის საყვარელ ძმას გადაეხოვა და მეორე ეპიზოდი ახაც 87 წელი თბილისი და ისევ 2 მეგობარი და ერთ-ერთი ამ შემთხვევაში ოსი ეუბნება თავის ქართველ მეგობარს ამ შემთხვევაში ეს პაატა მამა ერმოლაოს პაატა ძამი ერთი სათხოვარი მაქვს შენთან იცი რომ ძმასავით მიყვარხარ და როგორ ვაფასებ შენს მეგობრობას ამიტომ გთხოვ ჩემს ქორწილში იყო ჩემი ხელის მომკიდე რომ ჩამოხვალ ცხინვალის ავტოსადგურში მე ჩემი მანქანი დაგხვდები და გაგაქანებ ჩემი სოფლისკენ ამის შემდეგ მამაო წერს კი ჩემო მეგობარო მე უბედნიერესი ადამიანი ვიქნები თუ შენს ქორწილში შენს გვერდი დავდგები ისე ახდეს ყველა სიკეთე როგორც ერთი მიწის შვილი ამ 3 მეგობრის ვაჟკაცური შეთანხმება აღსრულდა და ქორწილები მირონ ნათესაობაში გადაიზარდა მაგრამ ბორებას შეშურდა აფხაზი ოსი და ქართველი ვაჟკაცების ასეთი ძმობა და მეგობრობა და მათ შორის ბინძური პოლიტიკის და ძმათამკვლელი ომის საზიზღარი ფარდა ჩამოაფარა გეკითხებით ჩემო საყვარელი მეგობრებო თუ კი ასეთი ძმობა და სიყვარული იყო, თუ კი უბრალო ხალხს შორის სიძულვილის არავითარი წინაპირობა არ არსებობდა, მაშ საიდან გაჩნდა უეცრად სიძულვილიც, განხეთქილებაც და ომიც? ჩემი პასუხი ასეთია: ჩვენი გამოუცდელობით და პოლიტიკური მიამიტობით ისარგებლეს ბოროტმა ძალებმა და ძმები ერთმანეთს წაგვკიდეს. ხოლო როცა ერთი ბრმა ტყვია გავარდა, მეორე სიძულვილის ჩარხიც ავტომატურად დატრიალდა. მე ძალიან მწყდება გული, როცა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებს ეთნოკონფლიქტებს უწოდებენ. არადა ჩემის აზრით კი ეს იყო გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული სამოქალაქო ომი როგორც ყველა სხვა სამოქალაქო ომებში აქაც მტყუან მართლის გარჩევა მხარეების მტრება დაფიქსირება აბსურდია ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვარ და მხოლოდ გაუგებრობამ დაგვაყენა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს და ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია აი რას წერს და როგორ აქვს დანახული ამ ეს პრობლემა. მე იმედი მაქვს, ჩემი თანამემამულეები გააცნობიერებენ ამ ფაქტს და როგორც ესპანეთში დადგეს სამოქალაქო ომში დაღუპულთა საერთო ძეგლი, ისე თბილისშიც დაიდგმება საქართველოს სამოქალაქო ომში დაღუპული აფხაზი, ოსი და ქართველი მეომრების საერთო ძმური მემორიალი. აი ეს არის ბერის სიტყვები, ბერი რომელიც ამოსული არის სწორედ ერთი მხრივ ეროვნული განპირობებულობიდან და მეორე მხრივ ისევ ჩამოსულია და უზარმაზარი სამშობლო სამხრივ აი ქრისტიანულ სიყვარულით არის გამშველი და ეს სიყვარული სწორედ მას არ აძლევს უფლებას რომ აი აფხაზებს და ოსებს ტრები უწოდეს არამედ სწორედ ეს ძეშეცდომილები და ნატურობს სწორედ იმას რომ ეს ყველაფერი არის სიბრმავის შედეგი ჩვენ უმეცრების შედეგი და დიდ სიყვარულს მართლა შეუძლია დიდი მონანიებისკენ წაგვიყვანოს და ისევ დაგვიბრუნდეს ძველი სიყვარული და კიდევ უფრო მაღალ ხარისში აიყვანოს
რა თქმა უნდა, ტრები როგორ არიან პირიქით ასე რასლაპარაკობ და მამაოს სწორი ხედვაც აქვს. მამაო ძალიან ცოტა დრო დარჩა სამწუხაროდ, 1-5 წუთი დარჩა მე მგონი. დიახ, ჩვენ ახლა შეგვიძლია თუ რამე გნებავთ კიდე რომ ვაჩვენოთ. აი ახლა ალბათ დავამთავრეთ ამ ეს ძალიან კარგი განწყობას უფევს ერთ-ერთი აისი თვითონ ათორებს წვერვალზე და შემდეგ ქართული საგალობლების, ყინვარის საგალობლების ქრისტე აღმკვდრეთით ამის ფონზე და იმის იმედით და წმენით რომ მამა ერმოლაოსის ჩვენი ქართველი ბერების რომლებიც ათონზეც მოღვაწეობენ სხვაგანაც და პირველ რიგში ჩვენთან საქართველოში ძალიან გუმხურვალი ლოცვა სწორედ ეს ლოცვა იზალა რომელიც აი წყალქვეშა წყლები როგორც ინახავენ მიწას ფესვებს აი ეს მათი ლოცვები და მათი სიყვარული სწორედ შეინახავს საქართველოს და ამ დიდი გაციების ეპოქაში და აი ესეთ განდგომილების ეპოქაში მართლა საქართველოს იქნება ის ნანატრი ქვეყანა ყველასთვის სამაგალითო როგორც მამა ერმოლაოსიც წერს რომ ჩვენი მისია საქართველოს მისია ერთ ადგილზე წერს წიგნში რომ ყველა ქვეყანას საკუთარი მისია აქვს და საქართველოს მისია არის სიყვარულის ჩვენება ყველა სხვა ქვეყნისთვისო და ღმერთმა ქნას რომ სწორედ ამ მამა ერმოლაოსის და ყველა ქართველი ბერის ყველა ქართველი მართლმადიდებლების ლოცვით მალე ასრულდეს სწორედ ეს მათი ლოცვა ჩვენი ლოცვა და საქართველოს მართლა იყოს ესეთი სანაკებო ქვეყანა ყველასათვის. დიახ, მამო, მაინც ისე საქართველოს აი ბერობისთვის ძალიან ლამაზია რა. აი საქართველოში რომ დაიბადები, აი თითოეულ საქართველოში დაბადებულ ადამიანს მე ვფიქრობ, რომ ბერობა შეუძლია რა. აი რაღაცნაირად აი სხვანაირი გულის ადამიანები ვართ. და სხვათა შორის მამო, თვითონ ათონის ბერები, ხო? აგიან ჩემი მეგობარი ჩავიდა, ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელსაც ლოცვა კურთხევა უნდა და ერთ-ერთი აი სტარცები რო არიან, იქ ესეთი აი ძალიან დიდხანს ცხოვრობ. რაღაცას ლოცვა კურთხევა უნდა და რაღაც საკითხთან დაკავშირებით და იმა რა უთხრა იცით რომ თან გარკვევა უნდა და ისეთი პატრიარქი გყავთო და ისეთი წინამძღვარი გყავთო უწმინდესზე უთხრა ილია მეორეზე რომ სირცხვილიც არისო რომ ჩემთან მოდიხარო და მე გარიგებ შენ აი ესე უთხრა პირდაპირ წარმოიდგინეთ რა ჩვენ მაინც რუსთაველის სიბზნით ნაკვები ვცვართ ქრისტიანობის ეს ყველაფერი არის ჩვენს ხასიათში შეიძლება ყოველდღიურ ურთიერთობაში იმდენად არ ვლინდება, მაგრამ აუცილებლად ქართული გენი, სიყვარული, რომელიც დაგროვილი იყო თავის სიტყვას იტყვის და აი როგორც რუსთაველის ამბობს, მე იგივე ვარ, ვინც სოფელს არ ამოვკრებ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოხსისათვის თამაშად და მიჩას მღერად. აი ბერი არის სწორედ ეს ადამიანი. განსხვავებით სხვა ადამიანებს, რომელსაც შეუძლია სხეული გაწირონ, პავლე მოციქული ამბობს, შეიძლება სხეული გაწირონ, მაგრამ უსიყვარულოდ არაფერი არ არის. ბერი საკუთარ მეზს წირავს და ამით აძლევს სიცოცხლეს, სამყაროს და მოყვას. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო. 3 წუთიანი ვიდეო არის მე როგორც ვიცი და აუ მინდა რომ დაგემშვიდობოთ. აუცილებლად უცხოეთში მყოფ ქართველებს სიკეთე, ბედნიერება, სიხარული გისურვოთ და რა თქმა უნდა, აი უცხოეთში მყოფში შედის მამები და ყველა შედიან აბსოლუტურად და ბედნიერებას გისურვებთ და იცოდეთ რომ თქვენ ხართ ჩვენი ტკივილი და სიხარული და სიამაყე ხართ აუცილებლად, იმიტომ თქვენ ჩვენი გულისთვის გმირები ბრძანდებით და თქვენ რო არ იყოთ მე აი მამო მართლა ვერავის ვერ იმაშვები აი ეგ ადამიანები რო არ იყვნენ მე არ ვიცი საქართველოს რა ეშველებოდა და აი ბედნიერებას გისურვებ და სულ ყველაფერი კარგი ქონოდეთ და მამო დავემშვიდობოთ თუ შეიძლება მსმენელს მე გახდით გიორგი დარასელია მე სამშაბათს საღამოს 9:30-ზე დაგიბრუნდები და იქამდე შეიძლება შუაკვირაში კიდე ერთი გადაცემა იყოს და სამშაბათს უყურეთ 9:30-ზე საღამოს ჩემი სტუმარი გახლავთ მამა გიორგი ისეთ გურამი და კარგად ზანდებოდეთ მამაო დიდ მადლობას მოგახსენებთ ესეთი საინტერესო ეთერი აი ეს საქართველოში ესეთი სულიერი აისი გვეზე იმოს მალე და აღდგომა გავუშვათ ფილმი